ყველას მოგესალმებით, რა თქმა უნდა გისურვებთ კარგ დღეს და შაბათ-კვირას კარგად დაგესურვოთ, ბატონო, რომ ორშაბათს იწყება ხო ყველა საქმე და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ რა ყველა თქვენ კეთილ საქმეში. და რა თქმა უნდა მიზანი რაც გაქვთ და წარმატებას მიგეხსიოთ, ბატონო. ეხლა მინდა უპასუხო წინა ორი ვიდეო რო დავდე, მაგასთან დაკავშირებით. იყო იქ რამოდენიმე კომენტარი, სადაც მაგალითად პირად შეურაცხყოფაზე დაწერა რამოდენიმე ადამიანმა, უბრალოდ ამას YouTube ავტომატურად შლის, მე თვითონ მაქვს ეგრე დაყენებული, რომ ჩემ გვერდზე არ მინდა არც ჩემს მიმართულებით გინება და არც სხვის მიმართულებით გინება, იმიტომ რომ ეს არ არის, არ ვემხრობი იმ ადამიანებს, რომელიც მაგალითად გინებით გამოხატავს თავიანთ რაღაც გაბრაზებას, ან კიდე ვერაფერს ვერ გპასუხობს, არ იცის, თქვათ, ინფორმაცია, მაგრამ არ მოეწონე რა და თქვათ გაგინებს, იმიტომ რომ იქ გაიგონა რაღაცა მომენტები, ეს იმას აკრიტიკებს, ესე იგი ეს ქრისტიანობის მტერია და უნდა შეიგინოს. ესე იგი ადამიანები არის მაგალითად, რომელმაც არათუ მიმართვის კულტურა, შენ როგორც მოგმართავს, ისე რომ მას მიმართო, შეიძლება ჩხუბი დაგიწყოს რა. მაგალითად არის ადამიანი, აგერ YouTube-ზე ეხა ვეძებ, წაიშალა ის კომენტარი, არადა შეურაცხყოფად მე არ ჩავთვალე ეგ მაინც. რაღაცა, დამიწერა ხილების უფლებაო, აქო ჭეშმარიტ წმინდა ადამიანსო რა. ესე იგი, თუ ჩვენ ვხედავთ დანაშაულს, ისეთ დანაშაულს არა, რომელიც მაგალითად აუცილებლად ითხოვს იმას, რომ ვიღაცა ჩარიო, ხო? თქვა სამართალდამცავი, მერე შეიძლება რაღაცა იმ ადამიანმა გიჩვილოს ან რაღაცა და შენ უნდა ელოდო რა, ეპაექრო იმას, რომ გამოხვიდე, თქვათ, მდგომარეობა და სიმართლე დაამტკიცო, ხო? ესე იგი, ამ ყველაფრის უფლება ჩვენ არ აგვაქვს და ამ ადამიანსაც რო შემოუტრიალოთ, თქვათ, ეს ნათქვამი და რო უთხრათ, მაგალითად, შენ მართალი კაცი ხარ, სადაც ახლა დავით მეფსალმონე რო ამბობს, ყოველი კაცი სრუ არს, დავით მეფსალმონე თავის სიტყვას კი არ ამბობს, ის უფლისგან ნათქვამს ამბობს. ეს არ არის მაგისის მუზით დაწერილი ლექსები. დავით მეფსალმონე ამბობს, ყოველი კაცი სრუ არს, ხო და ამ ადამიანს რო უთხრა ეხლა რომ რო დაუშაო რამე, მას ესე იგი ხმის ამოღების უფლებაც არ აქვს, რატო იცი? ის არ არის ყველაფერში მართალი და ამიტომ ის უნდა გაჩუნდეს. ხო და მე ამ პოლიტიკას არ ვემხრობი, ამ მიმართულებასაც ქრისტიანობის, რომ დადუმდე ყველაფერზე და ეს რა თქმა უნდა ხელს აძლევს დამნაშავეს, რომ მან ისევ გააგრძელოს დანაშაულის ჩადენა და რაც ყველაზე მთავარი არის, მიმართვა უბრალოდ რა, შენ რა ჯიშის ხარ. ეხა დათვს შეიძლება ვგავარ, ცოტათი. თაფლი ძიმდენად არ მიყვარს ახლა რომ რაღაცა და თან კიდე სხვის რაღაცა ტერიტორიაზე არ დავდივარ და ხის ფუღუროებში არ ვიჩხრიკები რა, მაგრამ კაი, თქვათ, რაღაცა კიდე შეიძლება რაღაცა ჯიშის ძაღლს გავარ, მაგაზეც კაი. თუ ეს ადამიანი ცხოველად მიყურებს, ეს მისი პრობლემაა, ესე იგი ხედვის პრობლემა აქვს, იმიტომ რომ მე ზუსტად ისე გამოვიყურები, როგორც ადამიანი, ხო? ხო და ეს რომ მიმართო ეხლა და შენ რა ჯიშის ხარ, მე უბრალოდ რა არის, არ დავედი ამ ადამიანის დონეზე და დარწმუნებული ვარ კიდევაც, არც ამას არ ვიკვეხნი, იმით რომ რაღაცა ის რაღაც უძლეველი და რაღაც უძლეველი ვარ და რაღაცა. ეხლა წინ რომ დგარიყო ეს ადამიანი ჩემ წინ, 1000% დარწმუნებული ვარ, რომ ნახავდა მე როგორ საუბრობ, როგორ ვექცევი ადამიანებს, როგორი მეგობრები მყავს, როგორი მეგობარი ვარ მე თვითონ, ხო? თქვა რაღაც საქმეებში და იმიტომ ფარისეველივით კი არ ვცხოვრობ, რომ ისა შეცდომებს არ უშვებ, იმიტომ რომ იმან შემაქოს მე. არა, ნატურაში ვარ ეგეთი, რომ ადამიანს მინდა რომ გაუკეთო კარგი. ადამიანს მინდა რომ რაღაცაში გამოვადგე. ეს ადამიანს ეს ყველაფერი რო ენახა, ნახდად არ გაუჩნდებოდა კითხვა, რომ რა ჯიშის ხარ. მე ხო რაღაცა სახარებას კითხულობ და რა არის, რატო აქვს ჩვენ საზოგადოებას მიმართვის პრობლემა რა? მაგალითად წინა მერე კომენტარი იყო ესეთი, შენ გასახერხი ხარ შუაში, გასაჭრელი ხარ შუაში თუ რაღაცა და რავი, ამ ადამიანს ვეტყოდი პირდაპირ, რომ შენ ხო არიზავდი ამას. შენი კომენტარი ისეთი ხო არ არის, რომ ვიღაცას მიუთითებ,
რომ აუ ეს გასაჭრელი არის რა, იმიტომ რომ რაღაცას ვაკრიტიკებ იმას და კითხვა რომ შეუბრუნე ამ ადამიანს რომ აი რასთან დაკავშირებით, ანუ რა და როგორ, ამაზე პასუხი ვერ მივიღე, ანუ იმიტომ რომ უმეტესობას პასუხი არ აქვს. იმან გაიგონა, აი ესეთი ისა გვაქვს საზოგადოება სამწუხაროდ, რომ აჰა, სიტყვა პირველი ეკლესია და მე რო გაგრძელება რო არის, იმას გაგრძელებას აღარ უსმენს. ანუ იქ თუ კრიტიკას ხედავს და ეკლესია სიტყვა ნათქვამი, всё, დამთავრდა რა. ანუ იმისთვის უკვე აღარ აინტერესებს იმას ეს ის არის, რა ქვია, ნაღდადარი მომხდარი ეს ამბავი, დარღვევები არის თუ არ არის და ასე შემდეგ და ესეთი ადამიანების უმეტესობა არც ერთი, არც საეკლესიო ისტორიას იცნობენ ბატონო, არც თქვა მეფეების კატეგორიას იცნობენ, რომლებიც მაგალითად ქრისტიანობა მოირგეს, რომ ხალხი გაეუბედურებინათ რა. და აი უბრალოდ მაინტერესებს, რომ ჩვენი საზოგადოება როდემდე იქნება, ეს ინტერნეტმა დაღუპა, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოება, იმიტომ რომ იქ ინტერნეტში უფრო გაბედული ხარ, უფრო თქვა შეიძლება დაფარული გვერდი გააკეთო და აგინო ვისაც გინდა. ხო და აი ესე ვამბობ უბრალოდ. რატო არის ჩვენი საზოგადოების უმეტესობა ფარისეულურ მდგომარეობაში რა, მოტყუებულ მდგომარეობაში, აი მაგალითად ხიბლში ტკბობას რო განიცდის, რომ მოტყუებულ მდგომარეობაში არის. შეიძლება თვითონ ვერ ხვდება ამას, მაგრამ აი ისე უბრალოდ რა. რატო არის? და მაგალითად აი რამ განაპირობა ეს ყველაფერი? ჩემი შეხედულებით ვამბობ რა. მე ეს ყველაფერი, ეს მოდის რა თქმა უნდა ოჯახებიდან ბატონო. სახლიდან მოდის ეს ყველაფერი რა. იმიტომ რომ სახლში ალბათ ხედავს რომ მშობლები აკრიტიკებენ ყველას. აუ ეს ისეთია, ის ასეთია, ამას ის მე მამა, აუ იმის ნახე რაღაცა და აი ეს ბავშვი რო უყურებს, ბავშვი ზიზდება ეგეთი. მე ამ ყველაფერს რო უყურებს რა. სკოლაში ბატონო, სკოლაში იგივე ვიღაცა მასწავლებელს შეიძლება რაღაცა თავისი პოზიცია ქონდეს, თავზე მოგახვიოს და იმას ახნას და მე უკვე თქვა ინსტიტუტი ზოგი საერთოდ არც მიდის იმ ინსტიტუტში, რომელიც ყოველ ორღობეში არის გახსნილი, რა ეხლა მოვად რო კარს გააღებ და ეგრევე ინსტიტუტში შეხვალ რა, ყველგან ინსტიტუტი არის. თითქოს სწავლის მოთხოვნილებაა საქართველოში იმდენი რა, რომ აი რაღაცა აი წიგნის და განათლების გარეშე ქართველი ვერ ძლებს. ხო და მე კიდე ეკლესიაში მიხვალ, იქაც პოლიტიკა ბატონო. ზიზღის პოლიტიკა, რომ ვინ ჩვენ გვაკრიტიკებს, ის არის ბოროტი, ის არის სატანა, ფულსუხტიან, ის არის მე ისინი რა ქვია სახელები იარლიყი რა, აი პირდაპირ რომ პეჩატი რომ მოგაკრან რა. ესე იგი სოროსი, სატნები ეს აუცილებელი ფრაზები, ეს NGO გაყიდული, ისა რა ქვია იმას, ну 1000 ისინი არის რა, იაღოველი ხარ, ისა ხარ, ესა ხარ, ათეისტი ხარ, მტერი ხარ, ლენინზე უარესი ხარ და აი ესეთი რაღაცები და ამ ყველაფერში იზრდება ეს ადამიანი და მე რა ხდება, იცით? 40-55 წლის რო გახდება, მიხვდება რომ აი რომელ სისტემასაც ემსახურებოდა და რომელიც აჯერებდა, რომ ჩვენ იმიტომ ვართ, რომ შენ ქვეყანას, შენ ხალხს, შენ მომავალს, შენ შვილს, რომ ყველაფერი კარგად წავიდეს და გამოადგეს და 45 წლის შეიძლება ზოგმა უფრო გვიან გაიგოს ეს ყველაფერი. აი ისეთ მოწყინებაში ჩავარდება ეს ადამიანები, როდესაც გაიგებენ, რომ ეს ყველაფერი არის აი ფუჭი. აი არაფრის მომცემი და ამ ყველაფერმა ისე ჩაიარა და სისტემიდან სისტემაში გადადის ხელში ყველაფერი ეს ქვეყანა, რასაც გონია რომ აი ხალხს ეკუთვნის და რაღაცა და ბოლოს უსაქმურობაში, იმიტომ რომ ეს სისტემა როგორია, გამოიყენა ადამიანი როგორც ელემენტი და გაუშვა, всё, ანუ აღარ აინტერესებს და ეს ადამიანი მე მოწყინებაში ჩავარდნილი რას აკეთებს უმეტესობა? ლოთობა ან კომენტარებში ჯდომა და აი ამ იმის ბოღმის ნთხევა, მეტი არაფერი რა. და ესეთი ცხოვრება თუ გინდათ, მე იმას არ მომბობ რაღაც წინასწარმეტყველი და წინასწარ გირჩევთ. მე ესე გეუბნებით, რომ ესეთი ცხოვრება და ესეთი დასასრული თუ გინდათ ცხოვრების, რავი, ძალიან საწყენი არის, რომ ადამიანმა თავისი თქვა ცხოვრება, რომელიც შეუძლია, რომ კეთილ მიზანს ემსახუროს და ისეთი სიკეთე გააკეთოს, რომლიცაც თვითონაც გაიხარებს და სხვასაც გაახარებს, ხო? რატო უნდა შეალიო, თქვა რაღაცა ვიღაცის იდეებს და ისა გასაგები არის ბატონო, კი ქვეყანაში არის რამოდენიმე ჯგუფი არის დღესდღეობით, რომელიც ხო რაღაც მართლობაზე აქვს თავისი პრეტენზია. მაგრამ ამან ადამიანური სახე არ უნდა დაგაკარგინოს.
ანუ მაინც არ აქვს მნიშვნელობა რა, როგორც მაგალითად აი ბრუსლი ამბობდა რა, აი ბრუსლის აქვს ესეთი ნათქვამი, იყავი წყალი მეგობარო რა, be water my friend. ესე იგი, წყალი სადაც აი ჭიქაში ჩაასხავ ბატონო, თუ აი იმაში, ანუ რა ფორმაშიც არ უნდა ჩაასხა, ზუსტად იმ ფორმას ღებულობს რა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირფერი იყო. და ისა აი რუსულად არის ხო პათხალიმი, აი რაღაცა ესეთი ადამიანი იყო რა. ბარბარიზმი ჩავრთე ახლა მაპატიეთ ამაზე, მაგრამ როგორ ვიცით, აი როგორც ბრუსლი ამბობდა, ხო? აი ადამიანიც ეგრე უნდა იყოს რა. შენ რაც არ უნდა მოხდეს, რა ჭურჭელშიც არ უნდა მოგიწიოს ყოფნა, ხო? ქრისტიანი თუ ხარ, ზუსტად ეგრევეა რა. შენ მაინც ის ადამიანური სახე არ უნდა დაკარგო. გასაგები არის თქვა, ის მოგიწოდებს ამას, იმას, მაგრამ შენ გაანალიზე და დარჩი ადამიანად რა. რა მნიშვნელობა აქვს და მე რა თქმა უნდა სისტემისთვის მიუღებელი იქნები, იმიტომ რომ ხედავენ კაცო რომ შენზე პროპაგანდა არ ჭრის ბატონო. ქრისტიანი ხარ, მაგრამ იმის რა ქვია, თქვა ეკლესიის კრიტიკასაც ჯანსაღად ღებულობ. ამოწმებ, ანუ აბა მოიცადე ერთი წამით ხეცო. ვიზე ამბობ შენ ამას? ეს აბა გადამომწე. მართალი ყოფილ ხარ, მადლობა ბატონო ინფორმაციისთვის, მაგრამ მე მაინც ქრისტიანი დავრჩები ბატონო. და всё, ეს არის მეგობრებო და ეხა რა არიცით, ვინც აი ესეთ ცუდ კომენტარებს მიწერთ, აი ეხა დაელოდეთ ვიდეოს დასასრულს, ზუსტად თქვენთვის ჩავწერე სპეციალური მიმართვა. უყურეთ და მიხვდებით, რომ აი თქვენ ცუდ კომენტარს პასუხობ ყოველთვის ესე. კარგ დღეს გისურვებთ და შეხვედრამდე.